პროგრამის საქართველოს რეგიონებში კლიმატის ცვლილებებისადმი ადაპტაციისა და ზეგავლენის შერბილების ზომების ინსტიტუციონალიზაცია ფარგლებში საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის ამერიკელი ხალხის დიდსულოვანი მხარდაჭერის შედეგად ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID-ის ძალისხმევით მოეწყო სამეცნიერო ჟურნალისტური ექსპედიცია ჟურნალისტებისთვის. მედიატურის საინფორმაციო მხარდაჭერა არასამთავრობო ორგანიზაცია ჰორიზონტმა უზრუნველყო. საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან 20-მდე მედია წარმომადგენელი შეიკრიბა და თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ ასისტენტ გიორგი დვალაშვილთან ერთად საინტერესო გზა გაიარა. მესტიაში დაბინავების და ძალების მოკრების შემდეგ მეორე დილით ჟურნალისტებმა ჭალაათის მყინვარისკენ მიმავალი გზა გაიარეს. ჭალაათი ეს არის ხეობური ტიპის მყინვარი სვანეთის კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე მესტია-ჭალის სათავეში. მყინვარის ენის სიმაღლე 1850 მეტრია. ჭალაათი ერთადერთი მყინვარია კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, რომელიც იჭრება ტყის ზონაში, საზრდოობს მწვერვალების ბჟეტუხის, ჩითინისა და დოლა-ყორის ნაკადებით. მყინვარიდან გამოდის მდინარე ჭალაათი. პროგრამის კლიმატის ცვლილებებისადმი ადაპტაციისა და შერბილების ზომების ინსტიტუციონალიზაცია ფარგლებში, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო აფინანსებს, დღეს 20-მდე სხვადასხვა მედია საშუალების წარმომადგენელი იმყოფება მყინვარ ჭალაათთან. ჩვენ ძალიან ხშირად ვაწყობთ ჩვენი პროგრამის ფარგლებში მედიატორს, რომლის მიზანიც არის ჟურნალისტებს სხვადასხვა რეგიონებიდან საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში ვანახოთ კლიმატის ცვლილებებისადმი მოწყვლადი ადგილები და ასევე ადგილზე ვაჩვენოთ თუ რა გავლენას ახდენს კლიმატის ცვლილებები და ეს შემთხვევა თქვენ კარგად ხედავთ ვართ მყინვარ ჭალაათთან, სადაც სხვადასხვა კვლევები ნათლად გვიჩვენებს, რომ ფართობი მყინვარის ნელ-ნელა მცირდება, რაც ასევე ერთ-ერთი დამადასტურებელი ფაქტია იმისა, რომ კლიმატის ცვლილებები მიმდინარეობს როგორც სოფლიოში, ასევე საქართველოში. და უნდა აღნიშნოთ, რომ ესეთი მედიატური ამ ხეობაში და საერთოდ ესეთ პროცესებში არ არის პირველად ხდება. ძალიან მისასალმებელი ფაქტია, რომ საზოგადოებას მიეცემა ინფორმაცია თუ რა ხდება აქ მყინვარის უკანდახევის პარალელურად კლიმატის ცვლილების ფონზე და ჩვენ ამ მყინვარს გეოგრაფიის ინსტიტუტი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ვაკვირდებით უკვე დიდი ხანია და სწავლობ თუ როგორ იხევს ეს მყინვარი უკან. წინამორბედელი მონაცემები 12 მეტრს შეადგენს, ანუ წინა წელთან შედარებით 12 მეტრით დაიხია უკან მყინვარმა და ეს პროცესი გრძელდება და სამწუხაროდ ალბათ უახლოეს მყინვარშიც გაგრძელდება და ყველაფერი ეს საბოლოო ჯამში მოქმედებს სხვა პროცესებზეც, აი აქ რასაც უყურებთ, ახლა ეს მდინარე ჭალაათს ჩააქვს მდინარე ენგურში, მე მდინარე ენგურს თავის ხეობის გაყოლებით მიაქვს და სამწუხაროდ ჯვრის წყალსაცავის იქით ეს ნაშალი მასალა ვერ დარჩენს და ჩვენ ანაკლიაში ამას ყველაფერს დავაკვირდებით, თუ როგორ შეიძლება იმოქმედოს ესეთმა ადამიანის ჩარევა ზღვის სანაპირო ზოლზე და სამწუხაროდ ზღვა როგორ შეიძლება შემოვიდეს ხმელეთში და რაც უარყოფითი შედეგები აწარმოებს. საერთოდ ჯამში უნდა ვთქვათ, რომ ეს ძალიან ამოდროულად მართლაც საინტერესო ეკოტურისტული მარშრუტია და მე ვფიქრობ, რომ ყველა ვისაც აქვს შესაძლებლობა და ამოდროულად სურვილიც უნდა ქონდეს, რომ ნახოს ეს მართლაც გამორჩეული მყინვარი, რომელიც ახლა ჩვენ ვართ 1850 წლის ნოემბრიდან და ბოლო მონაცემებით უკვე 1890 მეტრამდე აიწია. ან უკანდახევის შედეგად აიწია და არის მყინვარი, რომელიც ჩამოდის ტყის ზონაში და ძალიან ადვილად მოსასვლელი გზა არის ამოდროულად. ტურის მონაწილეებს წინ საინტერესო მოგზაურობა ელით. ჩვენთვის მართლაც კურთხეულ და ისტორიულ ტერიტორიაზე დაუკლარჯეთში გაკეთდა. აი მაგალითად ოთხთავები, რომლებიც წმინდა წიგნები და მათ შორის მხატვრობის ნიშნები, რომლებიც გაკეთდა დაუკლარჯეთის ტერიტორიაზე. გარკვეული პერიოდის შემდეგ, როდესაც უკვე დაიწყო ომიანობა და როდესაც უკვე ყველაზე მეტად ქართული სახელმწიფოების შეფასების მომენტში ეს სიწმინდეები დაცული, გადარჩენილი ხდებოდა ამ ტერიტორიაზე, მოხდა მათი აქ ამობრძანება და უკვე ამ ტერიტორიაზე თითქმის ყველა სოფელში, ყველა დასახლებებში ეს სიწმინდეები იქნა დაცული. ფაქტიურად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისტორიულად გადავხედოთ ოქროს საწყისის მითი მოდის აქედან, თუმცა მდინარე ჭოროხისაც არის საუბარი და ზოგი ჭოროხის ხეობაზე ფიქრობს, მაგრამ რეალურად
ესეც ხდება იგივე მეთოდით აქ სვანეთში ოცხოს მოპოვება ისევ არის ეს რეალური ფაქტი და კონკრეტის ტერიტორიას ეკუთვნის ეს მთლიანად ეს მართლა ძალიან საინტერესო ხარი არის ძალიან კარგი რესურსი აქვს ტურიზმის განვითარებისა შეიძლება ესე ვთქვათ მომავალში ძალიან დიდი პერსპექტივა აქვს ამ რეგიონს შეიძლება თვითონ აქ კოშკების მშენებლობის ეს არქიტექტურა მართლაც გამორჩეული არის. შემდეგი გაჩერება საქართველოს ყველაზე დიდი კუნძული შამგონაა. დღეისათვის შამგონაში 90-მდე სხვადასხვა გვარის 802 კომლია და ცხოვრობს 2626 ადამიანი. სოფლის ტერიტორია მჭიდროდაა დასახლებული. მე-17 საუკუნის შუახანებამდე შამგონა ნახევარკუნძულს წარმოადგენდა. ერთ-ერთი წყალდიდობის შემდეგ კი მოხდა კუნძულის ფორმირება. მდინარე ენგურის მარცხენა შენაკადს წარმოადგენს პატარა მდინარე რუხისწყალი. კლიმატის ცვლილების შედეგად, ანუ იმ მყინვარების უკან დახევის შედეგად, როდესაც მყინვარება უკან დაიწყეს დახევა და შესაბამისად დაიწყო უკვე წყლის ნაკადის, ესე ვთქვათ, მოჭარბება, მაშინ მოხდა მდინარე ენგურის ტოტის ორად გაყოფა, ანუ ეს არის მდინარე ენგურის ორი ნაწილი და შესაბამისად ერთი ნაწილი წამოვიდა აქეთ, მეორე ნაწილი წავიდა სადაც მიდიოდა და შუაში დარჩა სოფელი. არა, მეორე ნაწილზე გადის საზღვარი. საზღვარი. ანუ შუაში დარჩა სოფელი, რომელსაც შამგონა ქვია. დაახლოებით 1000-მდე კაცი ცხოვრობს და საკმაოდ დიდი ტერიტორია არის. ანუ ეს ტერიტორია რაც არის ახლა საქართველოში და არა მარტო საქართველოში გამორჩეული ეს არის. ჩვენ ვიცით კუნძულები ზღვაში, ოკეანეში, ტბაში და ასე შემდეგ, მაგრამ მდინარეული კუნძული, ესეთი გამორჩეული მდინარეული კუნძული ბევრგან არ არის. ჩვენ გვაქვს საქართველოში 12 წელი იყო გასული და ჩვეულებრივად მიდის ექსპედიციაზე და ამ მყინვარში ჩავარდნილი ძმა ნახა გაყინულ მდგომარეობაში. ანუ 12 წლის განმავლობაში მყინვარში იყო ეს ჩავარდნილი და მყინვარმა გამოიტანა, ესე იგი იმ პერიოდში რომ არ ენახა შემთხვევით ესე იგი გზაზე რო არ შეეხედა დას, ჩამოიტანა მყინვარი, ეს არის დოლრას ხეობა და საერთოდ ესეთი შემთხვევები ბევრია. შამგონას შემდეგ მედიატურის მონაწილეებმა ანაკლიის შავი ზღვის სანაპიროზე აბრაზიული პროცესები დაათვალიერეს. გიორგი დვალაშვილმა მათ ასევე ანაკლიის შესახებ არსებული ლეგენდის შესახებ მოუთხრა. ენგურის შესართავთან მდებარე სოფელში შემორჩენილია 1703 წელს აგებული ციხის ნანგრევები. ლეგენდის თანახმად ამ ადგილას დედას ანას შვილი მოსტაცეს და გემით გაიტაცეს. დედა კი ზღვის ნაპირას სასოწარკვეთილი მოთქვამდა ხალხმა, რომ გაიგო ქალის კივილი, ერთმანეთს კითხეს რა ხდებაო, ანარკიანსო, მეგრულად ანაკივისო იყო პასუხი. ამიტომ ამ ლეგენდით ამ ადგილას ანარკია აკივლებული ეწოდა, ვინაიდან ხშირი იყო ამდაგვარი შემთხვევები. დღეს კი ანაკლია ეწოდება. გართობის დასვენებისა და ადგილობრივ მოსახლეობასთან გასაუბრების შემდეგ ჟურნალისტებმა აბრაზიული პროცესები დაათვალიერეს. აბრაზიის შედეგად ნაპირზე წარმოიქმნება ფლატე და აბრაზიული ტერასა. აბრაზია მით უფრო ინტენსიურია, რაც უფრო ნაკლებად მდგრადია ქანები ტალღის ზემოქმედების მიმართ და რაც უფრო დაბალია ზღვის ნაპირი, რაც უფრო იოლად აღწევს ტალღა კლიფის ძირამდე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ USAID-ის პროექტის ფარგლებში რეგიონში მომუშავე ჟურნალისტებს შესაძლებლობა ეძლევა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში კლიმატურ ცვლილებებს გაეცნოს და ამ გაცნობის შემდეგ ჩვენ ჟურნალისტურ საქმიანობაში ვიყენებთ ხოლმე ამ მასალებს. დღეს ძალიან ნაკლები ყურადღება ეთმობა გარემოს დაცვის საკითხებს და კლიმატურ ცვლილებებს და შემიძლია გადაუჭარბებლად ვთქვა, რომ ეს უკვე მესამე ტურია, რომელიც ამ პროექტის ფარგლებში მოეწყო და ჩვენთვის როგორც ჟურნალისტებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო აქ მიღებული ცოდნის ამაღლება, რამე თუ ამ კუთხით არანაირი გამოცდილება ჰქონდა და შესაბამისად კიდევ ერთხელ გამეორდები, აქ მიღებულ გამოცდილებას უკვე ვიყენებთ ჩვენს სიუჟეტებში და სტატიებში, რომელსაც ვამზადებთ და რომელზეც ვმუშაობთ. ეს უკვე პალიასტომის გამდინარე ტბაა. ოდის გურიის დაბლობზე ქალაქ ფოთთან, სამეგრელო ზემო სვანეთის მხარეში. ზედაპირის ფართობი 18,2 კვადრატული კილომეტრია.
საზრდოობს წვიმის წყლით და შენაკადებით. ტბას ერთვის მდინარე ფიჩორი, გამოედინება მდინარე კაპარჭინა. 1924 წელს ტბის სამხრეთ-დასავლეთი ნაპირიდან გაიყვანეს არხი და პირდაპირ შეუერთეს ზღვას, ხოლო 1933 წლის დეკემბერში ძლიერი ზვირთცემის შედეგად არხი გაფართოვდა და სრუტე გაჩნდა. წყალი ლაშე გახდა. ვიზიტორების რაოდენობა მიღმატა 2014 წელს 13 წელთან შედარებით და გასულ წელთან შედარებით. სადღაც უკვე ივლისის შუა რიცხვებიდან დაიწყო ნაკადები მასიარული, ძირითადად არიან ესენი ევროპის ქვეყნებიდან, რა თქმა უნდა, ადგილობრივი საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდანაც არიან რა ვიზიტორები. სადღაც ასულები ვართ 15000 ვიზიტორს ამჯერად და აგვისტოს თვეში უკვე ველოდებით გასამაგებას და გაოთხმაგებას. თქვენ ალბათ შეამჩნევთ შუა პალიასტომში სარეინჯერო გაკეთდა. პირდაპირ წყალში არის ჩადგმული ეს საქართველოს მასშტაბში მე მგონი პირველი არის აქ წყალში უშუალოდ სარეინჯერო გაკეთებული. აღჭურვილი არის თავისი ვიდეო კამერებით, საფოტო კამერებით, ოთხივე მხარეს, ესე იგი ჩრდილოეთი, აღმოსავლეთი და დასავლეთი სამხრეთის მხარეს აკონტროლებენ მთლიანად სიტუაციას. კიდევ რა გაკეთდება თქვათ და როდესაც ადმინისტრაციული შენობა განახლდა, ასევე ვიზიტორთა შენობა კორპუსი განახლდა, სადაც არის საგამოფენო დარბაზი არის კონფერენც დარბაზი, არის კოლხეთის ეროვნული პარკი შავი ზღვის სანაპიროზე, პალიასტომის ტბის მიდამოებშია. აღმოსავლეთით ესაზღვრება მდინარე ეწერი, სამხრეთით მდინარე ფიჩორა. ფართობი 561 ჰექტარია. ნაკრძალის მიზანია კოლხეთის დაბლობისთვის დამახასიათებელი ლერიქტიკული ფლორისა და ფაუნის მთლიანი კომპლექსის დაცვა. ჭაობები, რომელიც არის ამ მიდამოებში დაცული, რამსარის კონვენციის მიერ აღიარებული და ყოველი ქმედება, რომელიც შეიძლება განხორციელდეს და რომელიც იგივე კომუნისტურ წლებში ყოველგვარი განუკითხაობა იყო ფაქტობრივად და დაუდევრად ხორციელდებოდა, რამაც კატასტროფა გამოიწვია და პალიასტომის ტბაზე დღეს კომუნისტების პერიოდში ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის 30-იან წლებში 39-41 თევზის სახეობა გვხვდებოდა. დღეს შეიძლება იყოს 5 ან 6, როგორც იხტიოლოგები ამბობენ. აქედან გამომდინარე ეს ადგილი ახლა იბრუნებს მას შემდეგ, რაც კოლხეთის ეროვნული პარკი გახდა თავის პირვანდელ სახეს, ეს არის ერთ-ერთი უნიკალური ადგილი პრინციპში. დღეს ვიმყოფებით კოლხეთის ეროვნულ პარკში 20-მდე ჟურნალისტი, სხვადასხვა რეგიონული და ცენტრალური მედიის წარმომადგენლები. დღეს პირველად ეს ჟურნალისტები პირველად იმყოფებიან პალიასტომის ტბაზე და ჩვენ გვინდა მათ ვანახოთ თუ რაოდენ არის მნიშვნელოვანი დაცული ტერიტორიების როლი კლიმატის ცვლილებების პროცესში. ეს არის უკვე მესამე მედიატური. მედიატურის მონაწილეები კოლხეთის ნაკრძალს სტუმრობენ, რომელიც პალიასტომის ტბის მიდამოებშია. აღმოსავლეთით მას ესაზღვრება მდინარე ეწერი, სამხრეთით მდინარე ფიჩორი. სოფელ ჯაპანასთან მდინარე რიონის ხეობაში წარმოქმნილია ნამდინარევი ტბები. ქვემო დინებაში მოქცეულია ხელოვნურ ჯებირებსა და მიწაყრილებს შორის, რაც იმითაა გამოწვეული, რომ დასავლეთის ძლიერი ქარის დროს ხდება წყლის მოდენა და რიონი არათუ ვერ ერთვის ზღვას, მასზე საწინააღმდეგო დინებაც კი ვითარდება, რაც შესართავიდან რამდენიმე კილომეტრზე ვრცელდება. მდინარე გუგდება და ნაპირიდან გადმოდის. როცა არის საუბარი, ესე იგი, მოდიოდენ გემით ქუთაისამდე და შორაპის ციხემდე წადიოდნენ, გაცილებით წყალიც უფრო მეტი უნდა ყოფილიყო, იმიტომ მაშინ უფრო თავისთავად არ გქო ისეთ რეგიონში ვერ ამოვიდა. ხო, დიდი მყინვარების დიდი იყო და ეს რეალურად ესე არის, ანუ წყლის დონეს დიდი. რამდენი ხნის განმავლობაში 2000 თქვა 500 და უფრო იქ 5000 წლის განმავლობაში კლიმატის ცვლილების შედეგად ეს მდინარეთა აუზებით შეიცვალა, ხო? და ამ ადგილებში ახლა ეს დარჩა ტბორებად. რომელსაც ქვია ნარიონალი ტბები. ნარიონალი ტბები. ახლა ჩვენს პირობებში, ჩრდილოეთ ნახევარსფეროში, როგორც ახლა ვინც იყავით ერისიმეთში, იქაც რაც პროცესი იყო, ესე იგი მდინარე, ყოველთვის დიდი მდინარე მარჯვენა მხარეს იწევს რა. მარჯვენა მხარეს მეცხავს და მიდის მარჯვენა მხარეს. ანუ მარჯვენა მხარეს რომ გარეცხა, ამას ქვია კორიოლისის ძალა. ახო დარჩა ეს კალაპოტი. დარჩა ტბებად იქცა.
აი ეს არის ჯაპანა ერთი სხვა პროგრამის საქართველოს რეგიონებში კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციისა და ზეგავლენის შერბილების ზომების ინსტიტუციონალიზაცია ფარგლებში მიმდინარე მესამე მედია ტური კოლხეთის ნაკრძალში დასრულდა.